ცხოვრება ნეტარი მამა დოსითესი, რომელიც ჩვენი წმიდა და ნეტარი მამა დოროთეს პირველი მოწაფე იყო მამა სერიდოს მონასტერში ყოფნისას. რაჟამს ჭეშმარიტად დიდი და ნეტარი ჩვენი მამა წმიდა დოროთე ერიდან გამოვიდა და მონაზვნად შედგა, მამა სერიდოს მონასტერში მივიდა. იქ დაყუდებული ნახა მრავალი დიდი მოღვაწე, რომელთა შორის იყო ორი დიდი მნათობი, წმიდა მამა ბარსანოფი და მისი მოწაფე და თანამოღვაწე მამა იოანე, რომელსაც წინასწარმეტყველი ეწოდა ღვთისგან ბოძებული წინასწარმცნობელობის მადლის გამო. მან ამ ორ ბერს შეავედრა თავი მთელი გულმოდგინებითა და მამა სერიდოს განზრახვით. იგი მამა იოანეს მომსახურების ღირსიც გახდა. იმ ხანად წმინდა ბერებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ საავადმყოფო, რათა დასნეულებული ან სიბერისგან დაუძლურებული ძმები არ დატანჯულიყვნენ. ააგეს კიდეც უძლურთა და სნეულთა მოსასვენებელი სახლი, ღვთისნებითა და მამა დოროთეს ძმის დახმარებით. სხვა სულიერი ძმებიც მისცეს მამა დოროთეს თანაშემწედ და გაამწესეს იგი უძლურებაში მყოფი ძმების მზრუნველად. ერთ დღეს ღვთის განგებით მამა სერიდოს მეგობრები მოვიდნენ. თან მოიყვანეს მეტად მშვენიერი და ძვირფასად შემოსილი ვინმე ჭაბუკი. მამა სერიდოს უთხრეს, ამ ჭაბუკს მონაზვნობა სურს შენთან. მამა სერიდომ ცალკე გაიყვანა მამა დოროთე და უთხრა, ამ კაცებმა ეს ჭაბუკი მოიყვანეს და ამბობენ, აქ მონაზვნად შედგომა სურსო. მე კი ვშიშობ იქნებ რომელიმე ხელმწიფის ახლობელია, რაიმე აუგისთვისაა გამოქცეული და თუ შეიტყვეს განსაცდელში აღმოჩნდებით. არც შესახედაობითა და არც ჩაცმულობით არ გავს მონაზვნობის მსურველ კაცს. ეს უკანასკნელი რომელიღაც ხელმწიფის მეტად საყვარელი პირი იყო, დიდ შვებაში, განცხრომაში აღზრდილი. არასდროს სმენოდა ღვთის სიტყვა თუ სულიერი საუბარი. ერთ დღეს ვიღაც კაცებმა იერუსალიმისა და სხვა წმინდა ადგილების შესახებ უამბეს. მასაც ქრისტეს აღდგომისა და წმინდა საფლავის თაყვანსაცემად და წასასვლელად გაუწია გულმა. ხელმწიფეს გაშვება სთხოვა, ამ უკანასკნელს არ უნდოდა მისი წყენინება. იერუსალიმში მიმავალი მეგობარი ნახა და უთხრა, გამოიჩინეს სიყვარული და რა კი სურს, ეს ჭაბუკი თან წაიყვანე წმინდა ადგილების მოსალოცად. ისიც სიხარულით დაეთანხმა, თან წაიყვანა და დიდ პატივსა და განცხრომაში ჰყავდა. როცა იერუსალიმში მივიდნენ, უფლის წმინდა საფლავსა და ყველა წმინდა ადგილს თაყვანის ცეს. მივიდნენ გეთსამანიაში, სადაც დახატული ჯოჯოხეთი იხილა. ჭაბუკი იდგა და გაოცებული შეჰყურებდა. როცა მიბრუნდა, ნახა მის მარჯვნივ მდგარი იისფერი სამოსლით მოსილი ვინმე ქალბატონი, რომელიც გამოსახულებებს სათითაოდ უჩვენებდა. უხსნიდა მათ მნიშვნელობას და სული საცხონებელ სიტყვასა და ღვთის შიშს ასწავლიდა. ჭაბუკი უსმენდა და ძლიერ უკვირდა, რადგან როგორც აღვნიშნე, ღვთის სიტყვა არ სმენოდა და არც ის სატანჯველით უარსებობდა და ჰკითხა, დედოფალო თუ ასეა, ვერავინ გადაურჩება ამ სატანჯველთ. მან უპასუხა, იმარხულე, ნუ შეჭამ ხორცს და ევედრე ღმერთს ცხონებისკენ წაგიძღვეს. როგორც კი მცნებები მისცა, გაუჩინარდა. მას შემდეგ ნეტარი დოსითე მარხვასა და ლოცვას შეუდგა. არ ჭამდა ხორცს, არც ვინმესთან დადიოდა როგორც სჩვეოდა, არამედ ყოველთვის დამწუხრებული, მგლოვიარე, მტირალი და მდუმარე იყო. მასთან მყოფები ხედავდნენ ამას, უკვირდათ და ევედრებოდნენ გულის წადილის გამხელას. როცა საქმეში გაერკვნენ, უთხრეს, ბატონო, როგორც შენ იქცევი, არ შეფერის კაცს, ვისაც ერში
მით უმეტეს ხელმწიფესთან ყოფნა სურს. თუ ასეთი ცხოვრება გწადია, მონასტერში წადი, რათა სული სრულად იცხოვნო. მანაც უთხრა, მას გამოიჩინეთ ღვთის სიყვარული და წამიყვანეთ, სადაც იცით. როგორც ადრე ვახსენე, ზოგიერთი მათგანი მამა სერიდოს იცნობდა. მოვიდნენ მონასტერში, თან ის ჭაბუკიც მოიყვანეს. დავუბრუნდეთ უწინდელ თხრობას. მამა სერიდო მამა დოროთეს უთხრა, გამოიჩინეს სიყვარული, წადი და გაიგე ამ ჭაბუკის ჩანაფიქრი. წავიდა მამა დოროთე, დაელაპარაკა და დაწვრილებით გამოჰკითხა. რა კი სამონაზნო საუბრისა არაფერი გაიგებოდა, მხოლოდ ამას ამბობდა, მინდა ვცხონდე და ჩემი სული სატანჯველს გადაურჩეს. მაშინ მამა დოროთე მივიდა მამა სერიდოსთან და მოახსენა, თუ ამ ჭაბუკის მიღება გსურს, ნურას ერიდები, მასში ზაკვა არ არის, არამედ ღმერთს სურს მისი ცხონება. მაშინ მამა სერიდომ უთხრა, თუ ასეა, გამოიჩინეს სიყვარული, შენთან იყოს, რათა ცხონდეს, მისი ძმებთან ყოფნა არ მინდა. მამა დოროთემ თავმდაბლობის გამო მიუგო, სხვისი სიმძიმის ტვირთვა არ შემიძლია, საკუთარიც ვერ მიტვირთავს. მამა სერიდო თავის სიტყვაზე დადგა და აიძულებდა მას. მაშინ მამა დოროთემ უთხრა, მას თუ გსურს მიბრძანე, რომ მამა ბარსანოფის ვკითხო. მამა სერიდომ უთხრა, კეთილი, მას მე ვეტყვი. წავიდა და საქმის ვითარება მოახსენა დიდ მამა ბარსანოფის. მამა ბარსანოფიმ უთხრა მამა დოროთეს, მიიღე ეს ჭაბუკი, რადგან ღმერთს შენით სურს მისი ცხონება. მამა დოროთემაც დიდი გულმოდგინებით მიიღო იგი. უძლურთა მსახურება უბრძანა, ისიც გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველას, სახელად დოსითე ერქვა, რაც ღვთისგან მოცემულს ნიშნავს. ერთ დღეს მამა დოროთემ უბრძანა, საღამომდე იმარხულე, შემდეგ მაძღრივ ჭამე პური და რამდენსაც შეჭამ მითხარი. ასეც მოიქცა. მივიდა და მამა დოროთეს მოახსენა, 1.5 პური ვჭამე. 1.5 პური 600 სიწონიდა. მამა დოროთემ უთხრა, ჭამე 1 პური და მეორის მეოთხედი. მეორე მეოთხედი ორად გაყავი და დღითი დღე ჭამე. ისიც ასე მოიქცა. გამოხდა გარკვეული ხანი. მამა დოროთემ კითხა, გშია შვილო? დოსითე მიუგო, ჰო მამაო, ცოტათი მშია. რამდენიმე დღის შემდეგ კითხა, ისევ გშია? მიუგო, შენი ლოცვით, არა მამაო. მაშინ კვლავ უთხრა, მეოთხეც 1.5 მოაკელი. ასეც მოიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა, ის მეოთხედიც მოაკელი და მხოლოდ 1 პური ჭამე. თანდათან ისიც შეამცირებინა და ასე ღვთის შეწევნით 600-დან 80 საწონამდე დაიყვანა, რადგან ჭამაც ჩვეულებაზეა დამოკიდებული. ნეტარი დოსითე ყველანაირ მსახურებაში ფრთხილი იყო და ყველაფერს წრფელად, გულმოდგინედ ასრულებდა. უძლურებს კარგად, რწმენით ემსახურებოდა და ყველა მოსვენებით იყო. თუ განრისხდებოდა და ძმას უხეშად მიმართავდა, მყისვე თავს ანებებდა ყველაფერს, შედიოდა საკუჭნაოში, ჯდებოდა და ტიროდა. მოდიოდნენ სხვა ძმები, ამშვიდებდნენ, მაგრამ ამაოდ. მაშინ მივიდოდნენ და მამა დოროთეს ეტყოდნენ, გამოიჩინეს სიყვარული მამაო, ნახე რა სჭირს იმ ძმას, ასე მწარედ რომ ტირის. როცა მამა დოროთე შედიოდა, მას მიწაზე მჯდომსა და მტირალს პოულობდა. ეუბნებოდა, რა მოხდა დოსითე, ასე რატომ ტირი? ის კი მიუგებდა, შემინდე მამაო, რადგან განრისხდი და ძმას რისხვით მივმართე. მაშინ მამა დოროთე ეუბნებოდა, არ გრცხვენია ასე რომ რისხანებ და შენს ძმას რისხვით მიმართავ. არ იცი რომ იგი ქრისტეა და ქრისტეს შეაწუხებ. ის კი მხოლოდ ტიროდა და სხვას არაფერს ამბობდა. როცა მამა დოროთე ნახავდა რომ ბევრი იტირა, ეტყოდა, ადექი, ღმერთმა შეგინდოს, ამიერიდან ფრთხილად იყავი და ღმერთი შეგეწევა.
ამ სიტყვებს იგი ისეთი რწმენით იღებდა, თითქოს ღვთისგან ისმენდა, სასწრაფოდ წამოდგებოდა და თავის მსახურებას უბრუნდებოდა. ძმებმა შეიტყვეს მისი წესი და როცა კი მტირალს ნახავდნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაცაში შეცდა და ნეტარ დოროთეს ეუბნებოდნენ. ისიც როცა ნახავდა, ხვდებოდა ვიღაცას უხეშად რომ დაელაპარაკა და ეუბნებოდა, რა არის დოსითე, ისევ შეაწუხე ქრისტე, ისევ განურისხდი ძმას, აქ სხვენია. დოსითე ვერაფერს პასუხობდა, რადგან წარედ და გულამოსკვნით ტიროდა. ნეტარი დოროთე ამგვარ ყოფაში რომ ნახავდა, კვლავ ეუბნებოდა, ადექი შვილო, ღმერთმა შეგინდოს, თავიდან დაიწყე და ფრთხილად იყავი. ისიც კვლავ წამოდგებოდა ხოლმე და სიხარულით უბრუნდებოდა მორჩილებას. მას აღსარების ასეთი ჩვეულება ჰქონდა. თუ სნეულებს ლოგინს დაუგებდა და წმიდა დოროთე გამოივლიდა, ეუბნებოდა, შემინდე მამაო, რადგან გული მეუბნება ლამაზად ვაგებ. ისიც ეტყოდა ხოლმე, ეს აზრი ამ პარტავნებისგან არის შვილო და შენს შრომასა და მსახურებას ამაო დეწევი. არასდროს აძლევდა უფლებას თავისი ნება აესრულებინა, ან რამე ნივთი ჰქონოდა, რომელიც მოსწონდა. ისიც ყველაფერს სიხარულით ღებულობდა. ერთხელ მამა დოროთემ ნახა, რომ შიშველი იყო, მისცა სამოსელი და უბრძანა, აიღე ეს შვილო, შეკერე, სათანადოდ მორთე და ჩაიცვი. მანაც გამოართვა და შეკერა. მამა დოროთემ ჰკითხა, რა უყავი ტანსაცმელი? დოსითე მიუგო, მამაო, როგორც მიბრძანე, კარგად შევკერე, ამა და ამ ძმას მიეცი, უთხრა აბა დოროთემ. მანაც სიხარულით მისცა, კვლავ მისცა სხვა და როცა შეკერა, უბრძანა, მიეცი ამა და ამ სნეულს, მან ისიც სიხარულით მისცა. ნეტარს არასდროს დაუჩივლია, მე თავად მჭირდება, შემიკერავს, ის კი სხვებს აძლევს და მე შიშველს მტოვებსო, ჩემი შრომის შემდეგ. გულშიც კი არ გაივლებდა ამგვარ აზრს, არამედ რასაც წმინდა დოროთე უბრძანებდა, ისე ღებულობდა, თითქოს თვით ღვთისგან ესმოდა და არა კაცისგან. ერთმა კაცმა ნეტარ დოსითეს დანა მისცა, მან წმინდა დოროთეს წაუღო და უთხრა, ამა და ამ ძმამ ეს დანა მომცა, თუ მიბრძანებ დავიტოვებ, რადგან ძალიან კარგი რამ არის და კარგად ჭრის. ნახა ბერმაც და მოეწონა, მაგრამ წმინდანი არასდროს იჩერებდა ნივთს, რომელიც გულით მოსწონდა. უთხრა ნეტარ დოსითეს, დოსითე, დანის მონობა გსურს და არა ქრისტესი. არ შეგრცხვება ამის გამო, ანგარების ეშმაკი რომ დაგეუფლოს, რაც იგივე კერპცახურებაა. ნეტარი მიწას დასჩერებოდა თავდადრეკილი და ბერის შეხედვასაც ვერ ბედავდა. ამ სიტყვების შემდგომ მისცა დანა და უთხრა, წაიღე და საავადმყოფოში დადე, ძმებმა რომ გამოიყენონ, შენ კი ნუიხმარ, არც კი აიღო. ნეტარი დოსითე იმდენად იცავდა ბერის ბრძანებას, რომ თუ სთხოვდნენ მისაწოდებლადაც კი არ გაწევდა ხელს, მხოლოდ უჩვენებდა და ეუბნებოდა, გამოიჩინე სიყვარული და თვითონ აიღე ძმაო. ყველა ძმა ხმარობდა დანას, ის კი საერთოდ არც ეხებოდა. გულშიც კი არ დაიჩივლებდა, ყველა იყენებს და მარტო მე გავცვითავო. რასაც გაიგებდა, ყველაფერს სიხარულით ასრულებდა. ასე კეთილად გაატარა მან მცირეოდენი ჟამი მონასტერში. მხოლოდ 5 წელი იყო მონასტერში და აღესრულა. სიხარულით მივიდა უფალთან, რადგან თავის ნებას არ იჩენდა არც დიდში, არც მცირეში, არამედ ყველაფერს სიხარულით და წრფელად აკეთებდა ბერის ნებით. დასნეულდა იგი მძიმე და სასტიკის სენით, რითაც გარდაიცვალა კიდეც, რადგან სისხლს ანთხევდა. ეს დაავადება იყო დურბელა. ვიღაცამ უთხრა ამ სნეულებას კვერცხი უხდებაო. უთხრა მამა დოროთეს, მამაო, მავანისგან შევიტყვე, თუ რა უხდება ჩემს დაავადებას, მაგრამ არ მინდა მომცე, რადგან მასზე ფიქრი მტანჯავს. მამა დოროთემ უთხრა, მითხარი მხოლოდ რომ ვიცოდე რა არის იგი. დოსითემ უპასუხა,
შენ პირდი რომ არ მომცემ, რადგან ის ძალიან მსურს და გულით მწადია. მამა დოროთემ მიუგო, კეთილი შვილო, როგორც გსურს ისე მოვიქცევი. მაშინ უთხრა, მამაო, გავიგე რომ ამ დაავადებას კვერცხი უხდება, მაგრამ შენ სიწმინდეს ვევედრები, თუ შეიძლება არ მომცე ჩემი სურვილის გამო. უთხრა მამა დოროთემ, ნუ სწუხარ, რადგან არ გსურს არ მოგცემ, ღმერთმა შეიწიროს შენი ღვაწლი. მამა დოროთე კი ცდილობდა კვერცხის ნაცვლად სხვა რამ უფრო სასარგებლო წამალი მიეცა. ნახეთ ძმებო, რა საშინელ მძიმე მდგომარეობაშიც კი იბრძოდა, რათა წინააღდგომოდა თავის ნებას. ნიადაგ ღმერთს იხსენებდა, რადგან წმინდა დოროთეს მისთვის ნაბრძანები ჰქონდა, ყოველთვის ეთქვა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ძეო ღვთისაო, შემეწიე მე. როცა დამძიმდა, წმინდა დოროთემ უთხრა, ყურადღებით იყავ დოსითე, არ შეწყვიტო ლოცვა. შენი წმინდა მადლით ვლოცულობ, მამაო, უპასუხა მან. როცა უფრო მეტად დამძიმდა, კვლავ კითხა წმინდა დოროთემ, რა არის დოსითე, შეგიძლია ლოცვა? ნეტარმა დოსითე მიუგო, ჰო მამაო, შენი ლოცვით ჯერ კიდევ ვლოცულობ. როცა იმდენად დამძიმდა, რომ საწოლშიც ვეღარ ინძრეოდა, მამა დოროთემ კითხა, როგორ მიდის ლოცვა დოსითე? მიუგო, შემინდე მამაო, აღარ შემიძლია ლოცვა. წმინდა დოროთემ უთხრა, შვილო, დაანებე ლოცვას თავი, მხოლოდ ღმერთი გახსოვდეს და თვალწინ ყავდეს. როცა ძლიერ გაუჭირდა, მამა დოროთეს უთხრა, თუ საჭიროდ მიგაჩნია მამაო, უთხარი მამა ბარსანოფის, ღმერთს თხოვოს ამ ცხოვრებიდან გამიყვანოს, რადგან აღარ შემიძლია. დოროთემ დიდ მამა ბარსანოფის უთხრა. მამა ბარსანოფიმ შეუთვალა, მოითმინე შვილო, ახლოსაა ღვთის წყალობა. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ უთხრა მამა დოროთეს, თუ გნებავს მამაო, უთხარი წმინდა ბარსანოფის, რომ აღარ შემიძლია, ევედროს ღმერთს წამიყვანოს. მაშინ წმინდა ბარსანოფიმ შეუთვალა, ახლა კი შვილო, წადი მშვიდობით, წარუდგ წმინდა სამებას და მეუხება გაგვიწიე. მაშინ მიაბარა თავისი წმინდა სული უფალს. მონასტრის ძმებმა გაიგეს დიდი ბერის სიტყვები, რომ უთხრა, წარუდგ წმინდა სამებას და მეუხება გაგვიწიეო. ძლიერ გაუკვირდათ, ზოგიერთმა თქვა, რა ღვაწლს ეწეოდა ეს ძმა ბერისგან ასეთი სიტყვების ღირსი რომ გახდა. ვხედავდით, არას მოღვაწეობდა, სხვა ძმების დარად არც ორ-ორი დღე მარხულობდა, არც ზარის დარეკვამდე იღვიძებდა, არც სხვა რამ ღვაწლი გვიხილავს. ზარების დარეკვის შემდეგ დგებოდა და ხშირად ორი კანონის შემდგომაც მოდიოდა ეკლესიაში. პურს ყოველდღე ჭამდა, თუ ავადმყოფებს ცოტა თევზი დარჩებოდათ, იმასაც ჭამდა. როგორ გახდა ამ წმინდა და დიდი ბერის ასეთი სიტყვების ღირსი? მათ არ იცოდნენ მისი დიდი და უსიტყვო მორჩილების შესახებ. მამა დოროთეს ხუმრობითაც რომ ეთქვა რამე, იგი სიმართლედ და მისი სულისთვის დიდად სასარგებლოდ მიიჩნევდა. ერთ დღეს წმინდა დოროთემ ხუმრობით უთხრა, დოსითე, საწებელი გჭირდება. მან სიმართლედ მიიღო, არაფერი უპასუხა, ან არ მინდა, ან რატომ მეუბნები საწებელი გჭირდებაო. წმინდას იმდენად დაემორჩილებინა თავისი გონება, რომ წმინდა დოროთეს ნათქვამს საერთოდაც არ ჩაეძიებოდა ხოლმე. ყველაფერს ისე უყოყმანოდ და გამოუძიებლად ღებულობდა, თითქოს ღვთის პირიდან ესმოდა. როგორც კი წმინდა დოროთემ უთხრა საწებელი მიიღეო, მყისვე გაემართა, გააკეთა საწებელი, მოიტანა და ბერს საკურთხებლად გაუწოდა. წმინდა დოროთეს ძლიერ გაუკვირდა მისი უსიტყვო მორჩილება, სარწმუნოება და სიწრფელი. გიჟი ხარ და არ იცი რას აკეთებ, უთხრა მას დოროთემ. ნეტარი დოსითე მაშინღა მიხვდა, ხუმრობით მითხრაო, მუხლი მოიდრიგა, წავიდა და ქვევით დადგა. ერთხელ ნეტარმა დოსითემ წმინდა დოროთეს წმინდა წერილის რომელიღაც სიტყვის განმარტებას თხოვა. ბერს არ უნდოდა მას გაეგო იგი და უთხრა,
არ ვიცი, მამა სერიდოს კითხე. მამა დოროთემ მამა სერიდოს ცალკე უთხრა. თუ დოსითე რამე სიტყვის საკითხავად შენთან მოვა, ძალიან გაუბრაზდი. როცა დოსითე მამა სერიდოსთან მივიდა და იმ სიტყვის განმარტებას თხოვა, იგი მაშინვე განურისხდა და უთხრა, როგორ ბედავ ამის კითხვას და არ ზრუნავ შენი უწმინდურობისთვის. ორჯერ გაარტყა სახეში და გამოუშვა. ის კი მამა დოროთესთან მოვიდა და ცემისგან გაწითლებული ლოყა უჩვენა. არ უთქვამს შენ რატომ არ მამხილე, ვიდრე მასთან გამგზავნიდიო, არც დრტვინავდა, არამედ ყველაფერს სიხარულითა და მადლობით ასრულებდა. დიდი ნდობა ჰქონდა წმინდა დოროთესი, როცა თავის განზრახვაზე ჰკითხავდა, რასაც უბრძანებდა, ისე იღებდა, თითქოს ღვთისპირიდან ესმოდა, არ ივიწყებდა და იმდენად იცავდა, რომ თავის ცხოვრებაში ერთსა და იმავეს რახვაზე კითხვა ორჯერ არასდროს დაუსვამს ბერისთვის. როგორც ადრე ვახსენე, ბევრს ძალიან გაუკვირდა წმინდა ბარსანოფის სიტყვები, წადი წარუდგ წმინდა სამებას და მეუხება გაგვიწიეო. ამბობდნენ რა ღვაწლი ჰქონდა, არ გვინახავს დიდად რომ ემარხულა, ან ელოცა, ან მღვიძარებაში ყოფილიყო, არც ისეთი სიმამაცე ჰქონდა. ამიტომაც ინება ღმერთმა და განაცხადა მისი დიდება, მორჩილების გამო რომ მოუმზადა და ის მადლიც წმინდა დოროთეს რომ ჰქონდა სულთა საცხონებლად, ვინც ასე სწრაფად აცხონა იგი და უცდომლად წარგზავნა ღვთის წინაშე. მისი აღსრულებიდან გარკვეული ხნის შემდგომ ერთმა დიდმა ბერმა მოისურვა მონასტრის გარდაცვლილი ძმები ეხილა. ღმერთ შეევედრა ყველანი ეჩვენებინა. ერთად იხილა ყველა დიდ დიდებაში. მათ შორის ნახა ვინმე მშვენიერი ყმაწვილი, დიდი პატივით, რომელსაც თავზე ბრწყინვალე და მეტად ძვირფასი გვირგვინი ედგა. ბერმა ვერ იცნო იგი. ანგელოს, რომელმაც იქ მიიყვანა, ჰკითხა, უფალო, ჩვენი მონასტრის ყველა ამ მამას ვიცნობ, მაგრამ მიბრძანე, ვინ არის ეს გვირგვინოსანი ყმაწვილი, მათ შორის რომ დგას. ანგელოზმა უპასუხა, ეს დოსითეა, ვინც მორჩილებისთვის იღვაწა და ქრისტესა და მოძღვრის სიყვარულისთვის მთელი თავისი ნება უარყო. როცა ბერი ჩვენებისგან გამოერკვა, ეკლესიაში მივიდა და ყველაფერი მამებს მოახსენა. დიდად გაკვირვებულმა მამებმა მადლი შესწირეს ღმერთს. ნახეთ ძმებო, როგორი ცხოვრებიდან რა სიმაღლეს მიაღწია მან და ხანმოკლე ღვაწლით უჭკნობი გვირგვინი და წარუვალი დიდება მიიღო ქრისტესგან, რადგან მორჩილება გამოიჩინა და სრულიად უარყო თავისი ნება ღვთისთვის, ვისიც არის სუფევა, ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.